მე ვარ თამარ გიგაური, 39 წლის პროფესიით პედაგოგი. დამატებითი საქმიანობა ჩემი და ჩემი ოჯახის არის მეფუტკრეობა. ჩვენთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო საქმიანობა, რომელიც დავიწყეთ 4 წლის წინ. ჩვენი მიზანი არის, რომ ვაწარმოოთ სუფთა და ჯანსაღი თაფლი. თავდაპირველად დავიწყეთ 3-ის კი, ფუტკარი ისეთი მწერია, რომ გიჩენს ძალიან დიდ ინტერესს, გაყარებს თავს და მის გარეშე თითქოს ვეღარ წარმოგიდგენია შენი ჩვეულებრივი ცხოვრება. რა თქმა უნდა, სიყვარულთან ერთად თანდათან დამატებით გაჩნდა ინტერესი იმის თუ როგორ გაგვეზარდა ჩვენი შემოსავლები სწორედ ამ საინტერესო და საყვარელი მწერის დახმარებით. გამოჩნდა პროექტი ეკო ჯორჯია. შემთხვევით გავიგე ამ პროექტის შესახებ, გავიარე ტრენინგები ორკვირიანი, ძალიან საინტერესო. გავიაზრე ბიზნესის შესახებ და პროდუქტის წარმოების შესახებ, რომელიც უნდა აწარმოო და რამდენად მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაითვალისწინო, თუნდაც ფინანსური ხარჯები, ბრენდინგი და ასე შემდეგ. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ შენი პროდუქტი, რომელსაც აწარმოებ, აუცილებლად სჭირდება გაუმჯობესება. თუნდაც ხარისხი რომ მნიშვნელოვანია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის შეფუთვას, გაყიდვების უფრო მოხერხებულობას, მაგალითად არ გათვალო შენი პროდუქტის წარმოება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე და გათვალო უფრო ფართო მასშტაბზე და ამისთვის გამოიყენო სოციალური ქსელი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში გაქვს საფუტკრე განთავსებული, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნატურალური პროდუქტის წარმოებას, რასაც გარემო პირობები უწყობს ხელს. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი საფუტკრე 20 ოჯახიდან მინიმუმ 100 ოჯახამდე მაინც და ვაწარმოოთ მინიმუმ 1 ტონა თაფლი. მივახციოთ იმასაც, რომ ავიღოთ ბიოსერტიფიკატი, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი თაფლი არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც გაიყიდოს.